შენს ქორწილში თამადა ვინ იქნება? შენს ქორწილში თამადა ვინ იქნება? მე თუ დათო? დათო. დათო იქნება კაცო შენს ქორწილში, ამან არ იცის თამადობა. ეს ორჭიკა ღვინოს დალევს და ცეკვას დაიწყებს. თქვენ. მოგესალმებით, გიო, როგორ ახარ? ხო ხარ მაგრად? აი უყურე, დღეს არის ნინოობა. შენ შეყვარებულს ნინო ხო არ ქვია? არა. მოდი, ყველა ნინოს მოულოცოთ დღევანდელი დღე. ნინო ვისაც ქვია, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ თავიანთი სახელობის დღეა და დედამიწის ზურგზე ვისაც ნინო ქვია, ყველას უსურვოთ წარმატებები და წინსვლა ცხოვრებაში. მე კიდე ერთი ნინო მყავს და იმ ნინოს მოულოცებ. კარგი? იმ ნინოსაც გაუმარჯოს და ყველა ნინოს. დავიწყოთ ბიზნესზე საუბარი. ჩვენ ვიყავით ბათუმის ცენტრში. ჩვენ ვიყავით ქუთაისის ცენტრში და ახლა ჩვენ ჩამოვედით თბილისში და ვართ თბილისის ცენტრში. აი რა გვინდა ჩვენ უთხრათ დღეს მოსახლეობას. ჩვენ მოსახლეობას უნდა უთხრათ, რომ ქართველზე უფრო მაგარი ნიჭიერი ადამიანი არ დაიბადება. უბრალოდ ყველაფერს ჭირდება მიდგომა. აი როგორ მიუდგები. ახალგაზრდებს შრომ არ უნდათ, მაგრამ უნდა მიაჩვიო შრომას. პირველი გიო, ყველაფერი არის ოჯახიდან. აი პატარა ბიჭი რო ხარ, დედას უნდა მოусმინო. დედა რო გეტყვის, ის უნდა გააკეთო. ეს არის მნიშვნელოვანი. ცხოვრებაში თუ დედის ნათქვამი შენ არ გაითვალისწინე, მაშინ შენგან არაფერი არ გამოვა. დედაზე უკეთესი არავინ არ გეყოლება და დედას უნდა მოусმინო. უყურე როგორ არის. მე დედაჩემს უსმენდი. შენ ხარ რამდენი წლის? 10. 10 წლის ხარ. შენ წარმოიდგინე, 10 წლის გელა ბარკალაია დედას ეხმარებოდა. და ზუსტად 10 წლის ვიყავი, რომ დედაჩემთან საკონსერვო ქარხანაში მივდიოდი და ფიზიკურად ვეხმარებოდი. ამ დროს 10 წლის რო ვიყავი მე, მამაჩემს ყავდა ჟიგული 01 და მეუთხარი დამაჯინე მეთქი და არაო. თუ გინდა რომ დაგაჯინო, მაშინო მანქანა უნდა გარეცხო მაგრადო. მანქანას ვერეცხავდი 2 დღე და ღამე, რომ მე მანქანით 10 მეტრი გამევლო. აი საიდან დავიწყე ამ ავტომობილებთან როგორ დაუკავშირდი ავტომობილებს. ავტოსფერო ავტომობილები ეს ყველა მასტის ადამიანს უყვარს. ავიღოთ ახალგაზრდა, ქალი, კაცი, ხნიერი, ყველა აი ისეთი სფეროა, რომ ეს ავტომობილი ყველას უნდა, ყველას უყვარს და ყველა პატივცემს, იმიტომ რომ ავტომობილი არის ერთ-ერთი ფუფუნების საგანი. ახლა ჩვენ აქ რა ავტომობილები გვყავს? დათო, მე და გიო, ჩვენ გაგხდით ქვეყანაში ყველაზე მაგარბის, იმიტომ რომ ჩვენ სხვა შენ ტოლებს მაგალითი მივცეთ, რომ აი აქედან შესაძლებელია. სწავლა, უყურე, რო იძახიან 30 წლისაა, 25 წლისაა, 27 წლისაა, სტუდენტია და ვეუბნები, რატომ არ იცი ინგლისური ენა? რატო არ იცი რუსული ენა? უყურე, როდის ისწავლება ეს ისწავლება სკოლაში. განათლება უნდა მიიღო რეალური განათლება, დათო. რეალური განათლება არის სკოლის პერიოდში. უმაღლესში რომ მიდიან, მერე მეყვარებული კინო, ტანცი, მანცი და იქ სწავლა არ არის. სწავლა განათლების მიღება არის ოჯახში და ოჯახიდან მერე მოდის რა თქმა უნდა სკოლაში და სკოლა არის ყველაზე დიდი მაგალითი და გაკვეთილი. და სკოლის მეგობარი არასდროს არ დაგავიწყდება. სკოლის უმაღლესი ჯარი სხვა არის. ახლა ავტომობილები, უყურე. მე გელა ბარკალაიას ძალიან მინდოდა ავტომობილიც მყოლოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ვერასდროს მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ამოდენა ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის მე პატრონი ვიქნებოდი, მაგრამ ეს როგორ? მხოლოდ შრომით. სხვა არ არსებობს. პირველი უნდა იშრომო. თუ იშრომე, მიაღწევ, მაგრამ უნდა იცოდე რისთვის შრომობ, რა გინდა ცხოვრებაში რომ გამოხვიდე. გინდა პოლიციელი უნდა იყო.
გინდა ბიზნესმენი უნდა იყო და ესე არ უნდა იყოს პარლამენტშიც ბაშკაცურად უნდა იყო ქუჩაშიც სახლშიც და ყველგან სადაც ხარ უნდა იყო მაგარი ბიჭი უყურე აი ჩვენ რამ ავტომობილები ყავს ვერას დროს ვერ წარმოვიდგენდი მაგრამ ვფიქრობდი რომ მე ეს გამომივიდო და იმდენს ვშრომობდი უყურე შეხედე რა ავტომობილებია ჩვენთან ადამიანი რომელიც მოდის აი მერსედესი უყურე როგორ არის ასეთი უყურე როგორ არის გიო პირველი ბიზნესი რომ დაიწყებ უნდა იყოს გარემო უნდა იყოს კარგი სუფთად უნდა იყოს ყველაფერი აი ყოველ დღეს ავტომობილები იწმინდება და ასე შემდეგ აი გიო ამ მანქანას ხო იყოლიებდი კი აი ხო იყოლიებდი ხო მაგარი ავტომობილია აბა ჩაჯექი აი ახლა შენ შეყვარებულს რო უთხრა მე ამას გიოს სამომავლოდ ვაჩუქებდნენ კი ხო მაგარი მანქანა წავედით და შენ ერთია რადგან შენ აქ ღმერთმა მოგახვედრა აქედან გამომდინარე შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს შენ წიგნი ხელიდან არ უნდა გააგიო კი ჭიდაობა გინდა ბოქსი გინდა ბევრი რამე გინდა მაგრამ თავარი მაინც არის წიგნი თუ განათლება რა გაქვს კაბიკია ყველაფრის ფასი წავედით აი ხო ხედავ ჩვენ რა კარგი ავტომობილები გვყავს აი რატომ არ უნდა იყიდონ სხვაგან ეს ავტომობილი სხვაგან იყიდი ავტომობილს და ესე თავში რტყამდი იქნება ხელს რატო აქ პატრონი ყავს რომ გაფუშტეს გავაკეთებთ სხვაზე მეც მაინც გავაკეთებ შეხედე აბა დათო ნახე აი ავტომობილი 4-4-ზე და არის ძალიან მაგარი ფასი წავედით აი უყურეთ ეს ავტომობილი დათო აქედან აჩვენე ვიზუალურად არის ავტომობილი საუკეთესო მოდი გიო ერთი სურათი ჩვენც მერე გადავიღოთ ასე გავაკეთოთ კაცურად შენს ქორწილში თამადა ვინ იქნება შენს ქორწილში თამადა ვინ იქნება მე თუ დათო დათო იქნება კაცო შენს ქორწილში ამან არ იცის თამადობა ეს ორჭიკა ღვინოს დალევს და ცეკვას დაიწყებს თქვენ უყურე გიო აი ყურე ეს რა მანქანა ბენტლი ჩვენ ბენტლიც ყავს ელექტრო მერსედესიც ყავს პორშეც ყავს აგერ პორშეც ყავს იგივე ავტომობილი არის აგერ აი იგივე ავტომობილია აი ბატონებო და ქალბატონებო აი დღეს თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე ეს ბიზნესი საქართველოში 30 წლის უკან დავიწყე და 30 წელი პირველი ვიყავი მერე ხო იცი ესე ჩამისაფრდნენ და 6 წელი მთლიანად გაგვაჩერეს და ახლა დღეს ვამბობ რომ ყველაფერი შევძელი და ყველაფერი გავაკეთე ჩემ გუნდთან ერთად აი ხო ხედავ ახალგაზრდა ბიჭებთან და გოგოებთან ერთად ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ დღეს მე მეთქვა რომ დღეს ჩვენ საქართველოში თითით საჩვენებელი კომპანია გვაქვს რატომ იმიტომ რომ პირველი არის დასაქმებული ახალგაზრდები და ამ ახალგაზრდებს უნდა დასაქმება და უნდა აუხსნათ ჩვენ რომ შრომა არის ნომერ პირველი თუ შრომა გინდა უნდა იმუშაო სხვანაირად არ არის საქმე ეს არის ჩვენი ჯეტური მოდი აქ დათო ეს არის ჩვენი ჯეტურის სტენდი და მე გპირდები გიორგი ამას ნახევარი მსოფლიო ნახავს მე გპირდები შენ თუ სკოლას დაამთავრებ ისე რომ მე და დათო მივალთ მე შენს დამრიგებელთან ან დირექტორთან და რო გვაჩვენებს რომ შენ ფრიადოსანი მოსწავლე ხარ მაშინ ჩვენ სკოლის დამთავრების დროს ერთ ავტომობილს ვაჩუქებთ აი ეს კიდევ იგივეა ეს დიპალი ხო თუ რა ქვია მას დიპალი აი ეს არის გიო რაღაცა სასწაული ავტომობილი აი ეს არის მე არ ვიცი ეს არის აი ჩინეთი არის დღეს წამყვანი ქვეყანა ყველა მიმართულებით ყველაფერი დღეს კეთდება ჩინეთში
და იყიდება მთელ სოფლიოში. აი უყურეთ, რა კარგი ავტომობილია. აი, ავტომობილი არის ძალიან კარგი და ყველა ავტომობილი, რომელიც ჩვენ დათო მოყავს, არის ცელოფნებში, ხო? ყველა არის ცელოფნებში. ეგორი? ავტომობილები არის ძალიან კარგი, გარანტიით და ასე შემდეგ. აქ არის კიდევ ძალიან მაგარი 4/4, ეს არის Toyota Prado. ალბათონებო, აი ეს ავტომობილი არის 100% ელექტრო და ეს ავტომობილი ჩვენ გავათამაშეთ ბათუმში, დავტესტეთ, ერთმა კარგმა ადამიანმა მოიგო, რეალურად. და ნახეთ და არის ძალიან მაგარი და ქალბატონებისთვის არის რაღაცა საოცარი ავტომობილი. ახლა რა შეეხება აქეთ? Porsche XCD, უყურე დათო, გოიმური ავტომობილების დრო მოდის ასეთი სვეცკი ავტომობილების დრო. რას ქვია სვეცკი? ადამიანებს უნდათ პატარა და კომფორტული ავტომობილები, როგორიც არის, აი შეხედე Porsche, XCD, Changani, აი ეს რა არის? Geely Geomi, Jeturi, BYD და აი BYD-ებმა ხო საერთოდ პირველი არის გაყიდვებში, როგორც ჩვენს კომპანიაში, ისე მთელ საქართველოში, მთელ ჩინეთში და ნახევარ მსოფლიოში. აი უყურეთ, Volkswagen-ი, აქეთ კიდევ Deepali, Changani, Deepalis ყველანაირი ფერი გვყავს, აგერ Changani 4/4 და რაც მთავარია, აი ეს ორი ავტომობილი. სამი ავტომობილი. მე მინდა უთხრა ჩემს მეგობრებს, ტაქსზე ბიჭები რო ზიან, ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და დიდ პატივისცემ, იმიტომ რომ ეს ადამიანები მილიარდელები არ არიან, არც მილიონერები არ არიან. ამიტომ უყურეთ როგორ არის. ტაქსზე ადამიანი რომ მუშაობს, ცოტა ხელი შეწყობა უნდა. არ უნდა აუგზავნოთ ყველაფერი. თუ არის შენთვის დასაშვები, უნდა იყოს მეორესთვისაც. ახლა ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ მქონდეს მე რაღაცების უფლება, ხო? მე ვიცი როგორ უნდა მივცე ავტომობილები მოსახლეობას, ტაქსზე ვინც იმუშავებს. მე ახლაც ვერ ვიტყვი, მაგრამ პრობლემაში მექნება, თორე აი ამ ავტომობილით ივლიდა მთელ საქართველოში ყველა ტაქსის მძღოლი 610 კილომეტრს გადის და არის საუკეთესო. ელექტროა, ხო? და ხელი შეწყობა რა არის? არის ერთ-ერთი რაღაცა არსებობს რაღაცა, რომ ეს ჩვენ მივცეთ მთლიანად მოსახლეობას, ტაქსის მძღოლებს, მაგრამ ერჯერ თქვი და კინაღამ გადამაყოლეს, მაგას შევინ გეკითხებაო და დავანებე თავი. აი ეს ავტომობილი, BYD, ტაქსისთვის, ელექტრო, 100% ელექტრო. აი უყურეთ რა სიდენი აქვს. აი ჩინეთში აწყობილი ავტომობილი. მოდი აბა შეადარე ამის სალონი ნებისმიერ სალონს. აი შეადარე. აი შეხედე რა სალონი აქვს. აი შეხედე. აი უყურე როგორ არის, რა არის განსხვავება. დათო, ამის კარები უფრო დიდია უკან, ხო? ვიდრე იმის. უყურე ახლა რა არის. აი ტაქსისთვის თავარი რა არის და ჩვენ ამაზე ბევრი განცხადება გავაკეთეთ. ეს არის ხონჩის ახალი მოდელი. აი შიგნი დიზაინი მთლიანად შეცვლილია, ცხვირი, უკანა მხარე, აბა ჩაჯექი. აი უყურე, ხო შენ დიდი ბიჭი ხარ. აი უყურე, აი ხო ჩაჯექი. და ახლა წინ წარმოიდგინე რამოდენა ადგილია, ხო? აი, რამოდენა ადგილია, ხო? აი ეს უნდა ტაქსის მძღოლებს, რომ კმაყოფილი იყოს თვითონ მომხმარებელი. წავედით. გიო, უყურე. ჩვენ ყავს აქ კიდე ერთი, აი ესეც ელექტრო სხვა მოდელი BYD. აქ ჩვენ ყავს კიდე ერთი მაგარი Porsche. აი ძალიან მაგარი Porsche. უნდა ეს ახალგაზრდებს და ყიდულობენ. წამოდი. ბატონებო და ქალბატონებო, აი ეს და ყველა ახალგაზრდას მინდა უთხრა, რომ აი ეს რაც თქვენ ნახეთ ბათუმში, ქუთაისში და თბილისში, ნახავთ ხვალ თელავში, ეს დიდი შრომის შედეგია. მე და გიორგი კიდევ
წავალთ, ნახავთ და უფრო მაგარ ცენტრებსაც მომავალში გავაკეთებთ. მე მინდა გიორგისი ვარ, ძალიან მაგარი კმაყოფილი, იმიტომ რომ ვარჯიშობს და რომ თხოვე რომ წიგნი ხელში დაიკავე, იმის შემდეგ ჰამბურგერი გადააგდო და წიგნს მოკიდა ხელი. და მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა, რომ საქართველოში ჩვენ რო ახალგაზრდები გვყავს, ესეთი მეორე დედამიწის ზურგზე არ არსებობს, უბრალოდ უნდა პატარა ხელის შეწყობა და ხელი ახალგაზრდებს უნდა შეუწყოთ. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები შევქმნით რაღაც ორგანიზაცია და სტუდენტები გაერთიანდნენ და რაც შეგვიძლია უკითხავთ ლექციებს და ვეუბნები თუ როგორ არის უკეთესი და ეს ჩვენი გავლილი გზები ეს ანალიზი რო გაუკეთონ და გამოიყენონ ეს ჩვენი გამოცდილება. ანახეთ აბა დათო, აი ცენტრი, აი ამას ქვია ცენტრი. ეს არის ევრო სტანდარტების ცენტრი. დათო, აქედანაც ანახე. აი, უყურე გიო როგორ არის და მოსახლეობას მინდა უთხრა. აი, პური უნდა გამოაცხობიო მეყურეს. ეს საქმე მე ვიცი და ბევრი სხვა საქმეს ვიცი, მაგრამ სხვა საქმეზე არც პოლიტიკაზე არ მინდა გადავერთო, იმიტომ რომ ჩემი საქმე, ჩემი ბიზნესი მიუხედავად ბევრი ზეწოლისა. ხვალიდან ჩვენ იმ ზეწოლაზეც დავიწყებთ საუბარს და იმედია ყველაფერი გამოსტორდება. მე მინდა მთელ საქართველოს იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გუბალეჩიკობენ, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მე მინდა მთელი აჭარის მოსახლეობას იმსე კარგად მიგვიღეს და იმდენად კარგი შოურუმი გავაკეთეთ აჭარაში, რომ ძალიან მაგრად მოგვეფერენ. ქუთაისშიც და რა თქმა უნდა სხვა რეგიონებშიც ვიფიქრებთ გაკეთებას. კიდევ ერჯერ მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას დიდი მადლობა გადაუხადო. რატო გიო? დღეში მაინც გვიმესიჯებს, მაინც კარგ სიტყვებს წერს დაახლოებით 10, 15, 20, 100,000 ადამიანი. ერთ რაღაცას დავდებთ და საღამომდე ესეთი დათო ხო არ არსებობს. მილიონი ნახვა რო კონდეს. ერთ დღეში მილიონი ნახვა რო კონდეს ჩვენ რაღაცა გადაცემას. აი ეს ხო ესეთი არ არსებობს, მაგრამ ჩვენს აქ რატო იცი? გიო, მე ვარ მართალი, სიმართლიანი და ყოველთვის ახალგაზრდებს მოუწოდებ განათლების მიღებისკენ და უნდა კონდეს ღირსება. ღირსება თუ არა გაქვს? მიმიფურტყებია მანქანისთვის, ცენტრისთვის და ყველაფრისთვის. დედა უნდა გიყვარდეს, ოჯახი უნდა გიყვარდეს და ღირსეული ადამიანი უნდა იყო და მთელი საქართველოს მინდა მიულოცო ყველა დღესასწაული. აბა, დიდი მადლობა ყველას ჩვენ ვინც უბალეჩიკობს. მომზადდით ავტომობილების შესაძენად.